შეგვიძლია ვიჭორაოთ დიდი გზა მაქვს და ძალიან დიდი ხანი არ ვიჭორავია, ასე რომ შეგეძლოთ დამისვათ. საინტერესო კითხვები, ოღონდ საინტერესო. და თუ ერთი და იგივე კითხვა იქნება, ანუ ერთ ვიდეოში ჩავწერ ხოლმე რა იმ კითხვაზე. ასე რომ ვიჭორავთ. ფასდაკლება ძალიან დიდი ხანი თამოსკინზე აღარ იქნება. ძალიან ბევრი ფასდაკლება დაგაგროვდა სხვათა შორის. ქალთა დღეო, სიყვარულის დღეო, ახალი წელიო, რა ვიცი, თამოსკინის დაბადების დღეო და ზაფხულის ფასდაკლებაც გქონდა. ასე რომ არ იქნება კაი ხალხი. ჩემთვის არ შეიძლება ძალიან დიდ გზაზე საჭესთან ჯდომა. ამიტომაც ოდესაც ხოლმე ამ ბათუმში, ან თელავში, ან სადმე მივდივარ ხოლმე, ჯერჯერობით ცოტა ხანი კიდე ასე ვიქნები და მე საბოლოოდ შევცვლებ დიდ გზაზეც მე დავიჭრე საჭესთან. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ყავს ძალიან ბევრი წარმატებული ქალი, ანუ ქალს რატო უსვავ ხაზს? იმიტომ რომ თუ დააკვირდებით სკინქეარში და რომ არა მარტო სკინქეარში რა, ანუ მოდის სფეროში ძალიან ბევრი წარმატებული ქალია. ავიღოთ სკინქეარში პიელ ნატურალზე რამდენი წელი არის ქართულ ბაზარზე. ავიღოთ მაია ასათიანი, ხა ახალია, მაგრამ საოცარი პროდუქციაა. ავიღოთ ნუკი კოსმეტიკსი, რამდენი წელია და ყველა ქალია და თამოსკინი. და მიხარია ის, რომ ეტაპობრივად ქალები ვითარდებით, გვაქვს უფლებები, იყო დრო, როდესაც ქალს არაფრის უფლება არ ჰქონდა და ერთადერთი ვალდებულება ის იყო, რომ მჯდარიყო სახლში და შვილები ეჩინა. იმას კი არ ვიძახი, რომ შვილებისგან არა, უბრალოდ არ ჰქონდა უფლება, ხმა მოეყო, რაღაც რო არ მოაწონებოდა, პროტესტი დაეფიქსირებინა და აი ეს ყველაფერი ეტაპობრივად ქალების ბრძოლით მოხდა, რომ გააუმჯობესეთ. ასე რომ მაგრები არ ველოდები პატარას და გეგმაშიც არც მაქვს. ზოგადად ვფიქრობდი, რომ მეყოლებოდა 3 შვილი, მაგრამ მგონი 2-ზე შევჩერდი. დავასრულე. ასე რომ არ ყავს. არ ყავს კი არ ველოდები. აბა რა ბლაშებით შევჩერდები? რა თქმა უნდა, კონსილერებზე ვმუშაობ, ლაინერები წარმოვდება, უბრალოდ ლაინერი არის ის პროდუქტი, რომელსაც ძალიან დიდი დრო უნდა, ყველაზე დიდი დრო უნდა. თამოსკინში სექტემბრის პროდუქტებზე ვმუშაობთ და ეტაპობრივად ყველაფერი იქნება თავის დროზე. უბრალოდ ყველაფერს უნდა დრო. ხარისხიან პროდუქციის შექმნას უნდა ბევრი ნიუანსი. ეს არ არის რაღაც მოგვიდა და რაღაც, ხო? იქ არის პირველი პროდუქტის დატესტურება ლაბორატორიულად, შემდეგ უკვე ვიზუალზე, კონტეინერზე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ასე რომ ძალიან დიდ დროს მოიცავს, მინიმუმ 6 თვე არის ის დრო, როცა ერთი პროდუქტის შექმნა შეგვიძლია დავასრულოთ. ასე რომ ეტაპობრივად ყველაფერი იქნება. ამასობაში ახალი სტენდი, მილანში მაღაზია, კიდევ 2-3 რაღაც რასაც გეუბნევით და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თავარი არის რომ ვიმუშაოთ და ჩვენ გზას გავყვეთ სწორად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მადლობას გიხდით ასეთი სიყვარულისთვის, ყველა მესიჯს, კომენტარს, არა მარტო ჩემს გვერდებზე, არამედ ხვდებენ Facebook-ზე რაღაც გვერდები ხოლმე და ხანდახან შემხვდება ჩემი პოსტი, ჩემ თავზე პოსტები და ვუყურებ ხოლმე და ვტყვები, რომ ასეთი კარგები ხართ და მადლობა და კიდევ იმისთვის მადლობას გიხდით არ დამავიწყდეს სადღაც რო ღონისძიებებზე უცხოეთში და სხვადასხვა გვერდებზე რო იდება ჩემს სტატიები და ასეთი თბილად და გულწრფელად ჩემს გვერდით რო ხართ ძალიან ვაფასებ და სხვათა შორის იტალიაში მითხრეს ზომი რომ გქონდა რამოდენიმე თვის წინ რომ ჩვენ ნახეთო ქართველების კომენტარებიო ცუდიცო და არ ინერვიულობთ ამო მაგაზეო რომ მიხარია რომ ცანიო და ამაზე მირჩევენ მე თვითონ ლაპარაკობ ჩემს რა დაინახეს აი ასეთი რომ ხელი მომკიდეს და ძალიან დიდი გეგმებს ვაკეთებ და რაც გვაქვს და მადლობა კიდე იმისთვის რომ უცხოურ გვერდებზე კარგ კომენტარებსაც მიტოვებთ მიყვარხართ მე არ მაქვს იმის გართულება რომ მხოლოდ ცნობილი ადამიანები იყვნენ თამოსკინის ვიდეოებში ან ფოტოსესიის დროს პირიქით მინდა ახალი სახეები და ასე შემდეგ ბიჭებიც და გოგონებიც შეგიძლიათ ახლა მეილს დავწერა აქ გამოაგზავნოთ უმაკიაჟოთ გოგონებო სურათი მოდიჭთ ვიდეო და ფოტო და ბიჭებო თქვენს რა თქმა უნდა უბრალოდ აი ესე როცა მე ხა მაგათ ბლაშების კამპანია უნდა დავიწყო და გოგონები მჭირდება ახლა ამ ეტაპზე შესაბამისად
შეიძლება მე თქვენი ფოტოები და ვიდეოები შევინახო და ეტაპობრივად გამოვიყენო ხოლმე, იმიტომ რომ გადაღებაზე 2 კადრის გარდა მეც არ ვიღებ და არ გეგონით თქვენ ის რომ აი არ მომეწონეთ რას ვისურვი, მე ყველა მომწონხარ. თამოსკინი არის ყველასთვის, თამო კოსმეტიქსიც არის ყველასთვის. შესაბამისად მე არ ვარ ის ადამიანი რომ რაღაცაზე 70 თუ 90 60 90 რაღაც ეგეთი სტანდარტებით უყურებდი მოდელებს არანაირად. მე სხვანაირი ადამიანი ვარ. ასე რომ გამოგზავნეთ. ზუგდიდს რაც შეეხება, ზუგდიდზე არის აი ძალიან დიდი მოთხოვნა. სამწუხაროდ ეხლა ამ ორ თვეში ფიზიკურად ვერ მოვასწრებ. იმიტომ რომ მილანში მაღაზიას ვხსნი და გადართული ვარ ვაკეზე და მილანში და აუცილებლად მართლა ესეთი დიდი მოთხოვნა არ მეკონა თუ იქნებოდა. ვეცდები ყველანაირად რომ შემოდგომას გავხსნა სტენდი. ვერ გვერდები 100%, მაგრამ ვეცდები ნამდვილად. ფილმის პრემიერა იქნება ოქტომბერში რომის კინოფესტივალზე. რა თქმა უნდა, პრემიერას დავესწრები და გაჩვენებთ. ზუსტად არ ვიცი საქართველოს კინოთეატრი თუ როგორც ხდება, როგორც ყიდულობენ ხოლმე ფილმებს იყიდიან თუ რა ამ ფილმს. წინასწარ არავინ არ იცის, მაგრამ ყველაფერს გეტყვით. აუცილებლად. ძალიან დაღლილი ვარ ბოდიში და ესე რომ გესაუბრებ. სისი. ფილტრები მაქვს წაშლილი. ფილტრებს საერთოდ არ ვიყენებ. ძალიან დიდი ხანია და ბევრი წელია რომ ფილტრების გარეშე გენახებით. განადგურებული, დაღლილი, უმაკიაჟოდ შესწებული, არ ვიცი, ყველანაირ ფორმაში გენახებით და ფილტრებს არ ვიყენებ. არ ვიცი ეს თქვენი ცხოვრება გინდა გამოიყენოთ ფილტრები და გინდა არ გამოიყენოთ, როგორც თქვენ კომფორტულად იგზავნოთ და ბედნიერად იგზავნოთ, ხოლოს ისი ბედნიერად იგზავნოთ თავს ისე უნდა მოიქცეთ. უბრალოდ იქიდან გამომდინარე რომ ჩემი სახის კანი არის ძალიან კრულ მდგომარეობაში, არ ვფიქრობ რომ მჭირდება ფილტრი და მაგიტომაც მირჩევნია რომ ასე დაგენახოთ. რაც შეეხება შიმერს, კონდა კი გეთანხმებით. ერთადერთი პრობლემა რის გამოთაც მე შიმერი ამოვიღე გაყიდვიდან იყო რომ სპრეი რაც იყო თავში იჭედებოდა ჭყრიალები. ჩვენ კი ვატანდით მომხმარებლებს მეორე თავს, მაგრამ რაღაცნაირად არ მინდოდა. მე რა ვიფიქრე რომ თვითონ საწვეთურით გამეკეთებინა. და იმდენად სხვა პროდუქტებმა უფრო მნიშვნელოვან პროდუქტებმა ჩაანაცვლა რომ გამომეშვა, მაგიტომაც გადავეწიე, მაგრამ აუცილებლად მექნება ისე შიმერები და თამოსკინის შიმერი იცით თქვენ ვის გამოგიყენებიათ, არის იყო მშრალი ზეთი და ბრჭყალები რჩებოდა კანზე. ერთადერთი პრობლემა მართლა ეს ქონდა, ამიტომაც ცოტა ხანი შევაჩერე და კი გამომივიდა 2 წელი. მაგრამ იქნება იქით ასაფულს აუცილებლად როგორც გასარუჩის ზეთი, ასე რომ გაგახარებთ.